პროექტი კინოსკოლაში გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართეს. პროექტის კინოსკოლაში საპილოტო ვერსიის წარმატების შემდეგ დაიგეგმა მისი გაფართოება. 40 სკოლასთან ერთად პროექტში საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლა მიიღებს მონაწილეობას. მეორე ეტაპის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტრო იქნება. კონკურსის შედეგად უკვე შერჩეულია 40 კინოსპეციალისტი. ისინი საგანგებო ტრეინინგის გავლის შემდეგ სკოლის მოსწავლეებთან იმუშავებენ. ლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება, 40-ის მაგივრად უკვე 200-მდე სკოლა მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს მაღალმთიან სოფლებშიც მივა კინო, მე ვფიქრობ ეს როგორც მთლიანად ზოგადად ბავშვების ამ დარგთან, ამ ხელოვნების დარგთან ასე ვთქვათ დაახლოებას შეუწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყოველ მოზარდს უნდა ქონდეს იმის საშუალება, რომ ნახოს ფილმი, კარგი ფილმი და ამ ფილმზე ისაუბროს თავის თანატოლებთან ერთად და მით უმეტეს უფროს ადამიანთან ერთად. ეს არ არის მხოლოდ ფილმის ჩვენება, ეს არის განათლების შეტანა ადამიანებთან.